მე რაღაც მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან კარგი შედეგი უნდა დავდოთ. აი რაღაც ქართული ოცნების სამორჩეველი. რა мотиваცია შეიძლება გქონდეს ახლა რომ მივიდეს არჩევნებში? კაი, გავიგე რომ ვიღაცას რაღაცა ფანატიკური სიყვარული აქვს, რა ვიცი, ბიზნესი ან რაღაცის, ან ფინანსურად დამოკიდებულია, ან დაშინებულია, ნუ გავიგე ეს რაღაც ნაწილი, მაგრამ ხო არის ის ხალხი, რომელიც ცენტროს გეუბნებოდა, რომ ძალიან მომწოხათ რაღაც, მაგრამ აი ნაცების მეშინია. ნაცები მოგეხსენებათ აღარ არსებობს. საერთოდ იღება ნაცების მონაწილეობა. ბიზნესი სრულიად ლეგიტიმურად იტყვის 5 ოქტომბერს, რომ ნაცები გავაუქმებ. პარლამენტში არავინ არ არის, საკრებულოში არავინ არ არის, ფული არ აქვს, ნომერი არ აქვს. რა ვიცი, ოფისის კი გაყიდეს, რაღაც მანქანას ყიდიან, ეხლა იმ ოფისას ნაციონალური მოძრაობა იყო, ტელევიზია არ აქვს, არაფერი არ აქვს. და ეხლა ამ რეალობაში რომ გამოდის რომელიღაც ამორჩეველი და თავს იმართლებს, რომ იმიტომ ვაძლევ პარტიას ხმას, რომელიც არ მომწონს, რომ ნაცების მეშინია. ეს ხო აღარ გამოვა. ანუ მოდი, მის სიტყვება ის გვერდზე დავტოვოთ, მაგრამ აი ვინც პატრიოტსნად რაღაც, ხო შეიძლება ადამიანს რაღაცას არ უნდოდა რა, აი ბოლოს და ბოლოს ჩათვალა რომ აი კოცები რა შეიძლება აფსარაკეთენ, აი ნაცებს საკაიფოდ ებრძვიან. მაგრამ ოკეი, კაი, დავუშვათ. ეხა ხო ეს საფრთხე აღარ არსებობს. ამ რეალობაში რა мотиваცია? ხო, შეგვიძლია სწორედ ლეგიტიმურად მიმართოთ ქართული ოცნების სამორჩეულს და უთხრათ, რომ აჰა, ვინცაც მოგწონდათ გირჩი, ვისაც რაღაც შიშები ჰქონდათ, ეხა შიშები აღარ არის. მოგზანით. ეს 4-5 ანუ ნაცები ვინც არიან, ყველა რო გაერთიან და ეხა 8 პარტიას რო ეძახიან რა. აი ეს ხალხი გაქრებიან. მათი ამორჩეველი მიხვდება რომ გადააქცეს. და თუ ჭკვიანია მათი ამორჩეველი მიხვდება რომ ეხლა უნდა მიხვდეს, არჩევნებამდე უნდა მიხვდეს, იმიტომ რომ აი თვით ლიკვიდაციის რეჟიმში არიან აი დემონსტრაციულად ტიპები. თან მე მგონი აი ბოლო ეს ლურსმანი კუბოში ნაციონალიზმის იქნება ეს 4 ოქტომბრის აქცია, იმიტომ რომ მე მგონი აი მაგრა ჩაფლავდებიან. უბრალოდ რევოლუციის მუხტის თუ რევოლუცია იქნება ეს გადამწყვეტი ბრძოლა იქნება თუ რაღაც მასშტაბური აქცია, ამის მუხტის შექმნა სჭირდება ან მართლა სერიოზული გრძელვადიანი მობილიზაცია. 4 ოქტომბერი რატო შეირჩა? ხო, ეს არის არჩევნების თარიღი. ანუ არჩევნების შედეგებით აღშფოთება უნდა დაემატოს მუხტს. არჩევნების შედეგებით აღშფოთება როგორ შეიძლება გაიზარდოს თუ კი ის პარტიები, ვისი ამორჩეველიც უნდა აღშფოთდეს არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას. ანუ თუ კი ვთქვათ, ნაცების 4 და 5 ნომრის ამორჩეველი უნდა მობილიზდეს და მათი სიბრაზე პიკს უნდა აღწევდეს 4 ოქტომბერს, განა როგორ შეიძლება ისინი არჩევნების შედეგებით გაბრაზდნენ, თუ კი არც მიდიან არჩევნებზე და არც მათი პარტიები თავის არ იღებენ მონაწილეობას და არ ანიჭებენ მნიშვნელობას. ანუ რა უნდა მოხდეს მათთვის მოულოდნელი ამ არჩევნებზე. ხო და მე მის იმედი მაქვს, რომ რაღაც ნაც ამორჩეველი მიხვდება, რომ გადააქცეს. მე რაღაც მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან კარგი შედეგი უნდა დავდოთ.